ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. მეათე ლექცია. ჩემს წიგნში თეოსოფია აღწერილია თუ როგორ გაივლის ადამიანი გარდაცვალების შემდეგ სამშვილელთა სამყაროს. სამშვილელთა სამყარო დაყოფილია ვნებათა ცეცხლის, დინებადი აგზნებადობის და სურვილების, სიხარულის და მწუხარების სფეროდ. სამი შემდეგი სფერო სულიერი ნათლის, ქმედითი მშვენიერი ძალის და საკუთრივ მშვენიერი ცხოვრების სფეროები უმაღლეს სფეროებს განეკუთვნება. ამის შემდეგ ადამიანის სამშვენიერი გადადის სულეთში, სულთა ქვეყანაში. თეოსოფიაში აღწერილია სულთა ქვეყნის ცალკეული ერთმანეთის მომდევნო სფეროები, რომელთა დასახელება მათი შესაბამისი მიწიერი ხატსახეებიდან წარმოსდგება. კონტინენტური სფერო, ოკეანური სფერო და ასე შემდეგ. წინა ლექციებში ჩვენ ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ გასცდება რა სიკვდილის კარიბჭეს და განიშორებს რა ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს, ადამიანის სამშვენიერი სულ უფრო და უფრო იზრდება, იფრცობა. გაივლის მთვარის, მერკურის, ვენერას, მზის, მარსის, იუპიტერის, სატურნის სფეროებს. შემდეგ კი საკუთრივ ვარსკვლავეთის ზეცას. სამშვენიერი, ანუ ადამიანის ნამდვილი სულიერი ინდივიდუალობა, დაუცხრომლად იზრდება, იფრცობა და გარემოიცავს სულ უფრო და უფრო ფართო სფეროებს. შემდეგ იგი კვლავ იგუმშება, ცირდება და ბოლოს უერთდება ჩანასახს, რომელიც თავის მხრივ სამშვენიერის მემკვიდრეობათა ნაკადიდან ეგებება მას. ამის წყალობით, ესე იგი მემკვიდრეობით მიღებულის და მაკროკოსმიური სამყაროს სფეროთაგან თან მოტანილის შერწყმით, ყალიბდება ადამიანი მიწიერი ცხოვრების მანძილზე დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ეს ყველაფერი გაშუქებულია წიგნში თეოსოფია და ასევე ლექციათა ამჟამინდელ ციკლში. მაგრამ თეოსოფიაში ძირითადი შტრიხები ხატსახეებშია მოცემული და უპირატესად შინაგან მშვენიერ გარემოებებს ესატყვისება, ხოლო ჩვენს ლექციებში იგივე მონახაზი უდიდეს კოსმიურ გარემოებათა ჭრილში, ანუ პლანეტარულ სისტემასთან მიმართებაშია განხილული. ჩვენი ამოცანაა ამ ორივე მონახაზის შეჯერება, შეთანხმიერება. როგორც უკვე აღნიშნეთ, გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანის სამშვენიერი პირველ ხანებში წინა მიწიერ ცხოვრებას განჭვრეტს. კამალოკის პერიოდში სამშვენიელში უნდა აღიძრას სურვილი, რომ იგი თანდათანობით გადაეჩვიოს ყველაფერს, რაც უშუალოდ დაკავშირებულია წინა ინკარნაციებთან და რაც ჯერ კვლავ ცოცხლობს მასში. გრძნობადი სამყაროს ცხოვრება სამშვენიელისთვის არის სპეციფიკური მიწიერი განცდა. ამდენად გრძნობათა ორგანოების გაუქმებასთან ერთად გარდაცვალების შემდეგ უქმდება გრძნობად შთაბეჭდილებათა მნიშვნელობაც. მაგრამ ვინაიდან ადამიანი ჯერ ისევ მიწიერ შთაბეჭდილებებსაა მიჯაჭვული, გარდაცვალების შემდეგ იგი ვნებათა ცეცხლის სფეროში შედის. ეს ცხოვრება გრძნობადი აღქმებისადმი ლტოლვა და მათი დაკმაყოფილების შეუძლებლობა გრძნობათა ორგანოების უქონლობის გამო, ხო სიკვდილის შემდეგ ხო ეს აღარა გვაქვს ჩვენ არა, ფაქტიურად სამშვენიერის წიაღში გიზგიზებს და კამა ლოკაში ცხოვრების ერთ განსაზღვრულ ნაწილს შეადგენს. ანუ სურვილი გრჩება, მაგრამ ვერ ვისრულებთ, ვერ ვიკმაყოფილებთ, იმიტომ რომ გრძნობათა ორგანოები აღარ აქვს. ეს ცხოვრება გრძნობადი აღქმებისადმი ლტოლვა და მათი დაკმაყოფილების შეუძლებლობა გრძნობათა ორგანოების უქონლობის გამო ფაქტიურად სამშვენიერის წიაღში გიზგიზებს და კამა ლოკაში ცხოვრების ერთ განსაზღვრულ ნაწილს შეადგენს. ეხლა კამა ლოკის მეორე სფერო არის დინებადი აგზნებადობის სფერო. ამ სფეროში ადამიანი უკვე გადაჩვეულია გრძნობად შთაბეჭდილებებს, თუმცა ჯერ მაინც ინარჩუნებს ტვინისმიერი აზროვნებისადმი მისწრაფებას, ანუ სურვილი აქვს იფიქროს ისე, როგორც დედამიწაზე ფიქრობდა. ამგვარ აზროვნებას იგი მხოლოდ ამ მეორე სფეროში, დინებადი აგზნებადობის სფეროში ცხოვრების დროს გადაეჩვევა. ამის შემდეგ ადამიანი კვლავად შეიგრძნობს დედამიწასთან გარკვეულ კავშირს. ეს კავშირი აისახება მის სურვილებში.
ადამიანის სურვილები გაცილებით უფრო მეტი ინტიმით უკავშირდება დედამიწას ვიდრე აზრები. ყოველ ადამიანს თავისი განსაკუთრებული ფორმის და შეფერილობის სურვილები აქვს. ამ ფორმას და შეფერილობას იგი სურვილების სფეროში მოგვიანებით ჩამოიშორებს. მომდევნო სიხარულის და მწუხარების სფერო. ადამიანი თავის ბოლო მიწიერ სხეულში ცხოვრების სურვილიდანაც თავისუფლდება და მაინც გარკვეული მიზიდულობა წინა მიწიერი ინკარნაციისადმი მას ყველაზე მოაღნიშნულ სფეროთა გავლის შემდეგაც რჩება. ჩამოთვალოთ ეს სამი სფერო კიდევ. ვნებათა ცეცხლი სფერო, დინებადი აგზნებადობის სფერო, სურვილების, სიხარულის და მწუხარების სფერო. ეს არის მესამე. ეხლა მთელი ეს პროცესი ზემოხსენებულ სფეროთა გავლა ზუსტად ემთხვევა სამშვენველის გავრცობას იმ მიჯნამდე მერკიურის სფეროს, რომ ვუწოდებთ. ესე იგი, სამშვენველის თვით გავრცობას მთვარის სფეროს გამჭოლ მერკიურის სფერომდე. როდესაც სამშვენველი მერკიურის სფეროს გაივლის, მას მიახლება სამშვენველთა სამყაროს სულიერი სფერო, რომელიც მე ჩემს თეოსოფიაში აღვწერე. სახელდობრიგ ნათქვამია, რომ ის, რასაც ჩვეულებისამებრ კამა ლოგის მძიმე არასასურველ ნაწილს ვუწოდებთ, მზიური ნათლის სფეროში თავდება. ესე იგი, ჩვენ ხო ვთქვით, ეს იგი პირველი სამეული სფეროების და მე მეორე სამეული. სულიერი ნათლის, ქმედითი მშვენიერი ძალის და საკუთრივ მშვენიერი ცხოვრების სფერო. ხო, სულიერი ნათლის, ანუ იგივე მზიური ნათლის სფერო. მზიური ნათლის სფერო ემთხვევა მერკიურის სფეროს. ასე რომ ყოველივე ის, რაც მერკიურის სფეროზე ითქმის, შეიძლება მიეწეროს ასევე იმას, რაც თეოსოფიაში მზიური ნათლის სფეროდ მოიხსენიება. აღნიშნული სფეროს აღწერილობა ერთ შემთხვევაში შინაგანი მშვენიერი განცდებიდან მომდინარეობს. მეორე შემთხვევაში კი უდიდესი მაკროკოსმიური პირობებიდან, რომელთაც სამშვენველი გაივლის მაშინ, როდესაც ამ განცდებით იმსჭვალება. შემდგომ ამისა, თეოსოფიაში მოხსენიებულია ქმედითი მშვენიერი ძალა, რომელიც ადამიანის შინაგანი განცდების თვალსაზრისით არის მთავარი და განმაპირობებელი იმ პერიოდისთვის, რომელსაც იგი ვენერას სფეროში დაჰყობს. რაც შეეხება სამშვენველთა სამყაროს უმაღლეს მშვენიერ სფეროს, ანუ საკუთრივ მშვენიერი ცხოვრების სფეროს, ადამიანი მზის სფეროში განიცდის. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ კამა ლოგის პერიოდი რამდენადმე გავრცობილია და სცილდება მთვარის სფეროს საზღვრებს. შემდეგ იწყება მშვენიერი სამყაროს შედარებით ნათელი სფერო, რომელიც მზის პერიოდს, ანუ მზის სფეროში ცხოვრების პერიოდს მოიცავს. მზის სფეროში ადამიანის სამშვენველი უშუალოდ ეცნობა სინათლის სულს, რომელიც მაცდუნებლად მოევლინა დედამიწას და შერყნა მაშინ თავისუფლებ. შერყნა იგი თავისი ბოლო ინკარნაციიდან ადამიანის საბოლოოდ მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, როდესაც მზის სფეროს, მზიური ცხოვრების სფეროს გაივლის. სიხარულის და მწუხარების სფეროში, ანუ იმ მონაკვეთში, როდესაც სამშვენველი მთვარესა და მერკიურს შუა იმყოფება, იგი კვლავინდებურად მძაფრად, სიღრმისეულად განიცდის წინამიწიერ ცხოვრებასთან განშორებას. ენატრება იგი. მაგრამ სამშვენველი ვერც მერკიურის და ასევე ვენერას და მზის სფეროებში ბოლომდე ვერ თავისუფლდება უკანასკნელი ინკარნაციიდან. ამ სფეროებში მან თავისი თავიდან უნდა ამოზიდოს და ამოწუროს ის, რაც წმინდად პირადულ განცდათა მიღმა დგას. მერკიურის სფეროში ზნეობრივი ცნებები, ვენერას სფეროში რელიგიური წარმოდგენები და მზის სფეროში ზოგად კაცობრიული წარმოდგენები, ანუ ის, რაც რელიგიური ცხოვრების თვალსაზრისით ერთნაირად სადაგია მთელი კაცობრიობისთვის. ასე რომ ზემოხსენებულ პლანეტარულ სფეროებში სამშვენველმა თავი უნდა გაართვას იმ მაღალ ინტერესებს, რომლებიც შემდგომში კაცობრიობის მომავალი ევოლუციის პროცესში კვლავ განვითარდება. ყოველივე ამის შემდეგ სამშვენველი მარსის სფეროში გადადის და კოსმიურ სულიერ ცხოვრებას იწყებს. მარსის სფერო შეესაბამება იმას, რაც თეოსოფიაში აღწერილია როგორც სულთა სამეუფოს პირველი ნაწილი.
აქ მე შევეცადე შინაგანად წარმომეჩინა ადამიანის სამშვენიველის განსულიერება, რაც მას უნარს ანიჭებს გარეიხილოს ფიზიკური სხეულებრიობის პირველ ხატი. ყოველივე ის, რაც მიწიერი ფიზიკური ცხოვრების სულიერ პირველ სახეს გამოხატავს, სულ სამეუფეოს კონტინენტურ სფეროს განეკუთვნება. კონტინენტურ სფეროში ჩაწერილია ის, რაც გარე გამოიხატება სხვადასხვა ინკარნაციებში. ამ სფეროს მეშვეობით შინაგანად ვლინდება ის, რაც ადამიანმა კოსმიურ ენაზე რომ ვთქვათ, მარსის სფეროში უნდა განიცადოს. ვინძლო უცნაურადაც გეჩვენოთ, რომ მარსზე, რომელიც მე-17 საუკუნემდე ბრძოლების და აგრესიული იმპულსების პლანეტას წარმოადგენდა, დიახ, სწორედ მარსზე უნდა მოვიძიოთ დევაჰანის პირველი სფერო. და ეს ნამდვილად ასეა. ყოველივე, რაც დედამიწაზე მატერიალური სახით არსებობს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მინერალური სამყარო მატერიალურად წარმოჩნდეს, ემყარება იმ ფაქტს, რომ დედამიწაზე ურთიერთშეპირისპირებულ ძალთა მუდმივი და უცხრომელი ბრძოლა წარმოებს. ამან განაპირობა ისიც, რომ მატერიალიზმის გაფუჭკვნის ხანაში, როდესაც მატერიალურ ცხოვრებას დედამიწაზე ერთადერთ რეალობად მიიჩნევდნენ, ბრძოლა არსებობისთვის მიწიერი ცხოვრების ერთადერთ კანონზომიერებად იქნა აღიარებული. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, ვინაიდან მატერიალური ყოფიერება არ არის დედამიწაზე ერთადერთი. დედამიწაზე ადამიანის არსებობა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც მიწიერ ყოფიერებას სულთა სამეუფოში დევაჰანის დაბალ სფეროში თავისი პირველ ხატი გააჩნია. წიგნში თეოსოფია სულთა სამეუფეოს აღწერა შემდეგი სიტყვებით იწყება. სულთა სამეუფოში სულის ქმედადობას განაპირობებს ის, რომ ადამიანი თანდათან ესის ხორცება იქ არსებულ სხვადასხვა შრეებს. შეიძლება ითქვას, რომ მარსის სფეროდან დაწყებული ადამიანი ეთვისება სულიერი ყოფიერების პირობებს. შემდეგ ნათქვამია, ადამიანის საკუთარი ცხოვრება ნელ-ნელა თანმიმდევრულად ერწყმის ამ გარემოს და გარკვეული დროით მის თვისებებსაც იძენს. სულიერება ერთიანად მსჭვალავს ადამიანის არსებას და ამით მიწიერი ქმედებისთვის აუცილებელ შინაგან ძალას და ძლიერებას ანიჭებს მას. სულთა სამეუფოს პირველ სფეროში ადამიანი მიწიერ საგანთა პირველ ხატებით არის გარემოცული. მიწიერი ცხოვრების პერიოდში იგი ამ პირველ ხატების მხოლოდ და მხოლოდ ლანდებს იმეცნებს, ანუ აზრობრივ ითავსებს მათ. დედამიწაზე ადამიანს შეუძლია იფიქროს, ხოლო აღნიშნულ სფეროში ფიქრი, როგორც ასეთი, ცოცხალი განცდის სახით არსებობს. ესე იგი, აზრს კი არ ვფიქრობთ, არამედ განვიცდით. ადამიანი აზრების საუფლოში მოგზაურობს, მაგრამ ეს აზრები არსობრივ რეალობას წარმოადგენს. ამას მოჰყვება შემდეგი განმარტება. აღნიშნულ სფეროში ადამიანის ინკარნაციები ერთიანად ერწყმის მთელ სამყაროს. ამრიგად ადამიანი აქ განჭვრეტს ფიზიკური სხეულებრივი სინამდვილის პირველ ხატებს, როგორც ერთიან მთელს, რომელსაც იგი თავადაც განეკუთვნება. დაკვირვების მეშვეობით ადამიანში თანდათან იღვიძებს გარემომცველ სამყაროსთან მისი თანაგვარობის და ერთიანობის შეგნება. იგი ამბობს, ის რაც აქ შენს თვალწინ იშლება, თავად შენ ხარ. ეს არის ძველი ინდური ვედანტის ერთ-ერთი ცენტრალური აზრი. ბრძენი ბრჭყალებში უკვე მიწიერ ცხოვრებაშივე გრძნობს იმას, რასაც სხვა მხოლოდ სიკვდილის შემდეგაც ნაურებს. სახელდობრ, მან იცის, რას ნიშნავს ეს შენ ხარ. დედამიწაზე ეს არის ის იდეალური, რომელსაც ნიადაგ უნდა ესწრაფოდეს აზრის ცხოვრება. ხოლო სულთა ქვეყანაში ეს არის უშუალო ფაქტი, რომელიც თანდათანობით ადამიანის სულიერი გამოცდილების შესაბამისად სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება. ადამიანი აცნობიერებს, რომ თავისი ნამდვილი ჭეშმარიტი არსით იგი სულთა სამეუფეოს განეკუთვნება. საკუთარ თავს იგი აღიქვამს როგორც სული სულთა შორის, როგორც პირველ სულის ერთ-ერთი წევრი. მე ვარ პირველ სული. პარამატმა ქვია ვედანტაში. ვედანტის სიბრძნე განაცხადებს, მე ვარ ბრაჰმა. ესე იგი, მე როგორც
ერთ-ერთი წევრი იმ პირველ არსს განვეკუთვნები, რომლისგანაც დასაბამს იღებს ყოველი არსება. ეს სიტყვები მოყვანილია თეოსოფიიდან. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი შემოდის რა მარსის სფეროში, მთელი სისრულით იმეცნებს მნიშვნელობა სიტყვებისა ეს შენ ხარ და მე ვარ ბრაჰმა. თუ კი ეს სიტყვები გაიჟღერებს აქ დედამიწაზე, ადამიანის სამშენებლში თუ მის გარეთ, ეს იქნება მხოლოდ მიწიერი ექო, გამოძახილი იმისა, რაც მარსის სფეროში სულთა სამეუფოს დაბალ სფეროში ჭეშმარიტად უპირობო განცდას წარმოადგენს. ასე რომ ამიერიდან ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას, თუ საიდან მოდის ძველი ინდურ სიბრძნეში შთაბეჭდილი ესოდენ მნიშვნელოვანი სიტყვები ეს შენ ხარ და მე ვარ ბრაჰმა. რამე თუ მივაკვლიეთ ამ სფეროს. ხოლო უძველესი სიბრძნის მოღვაწენი ჩვენს წარმოდგენაში ჩამოიქნებიან როგორც მარსის სფეროდან დედამიწაზე მოვლინებული არსებანი. წინა ლექციებში ითქვა, რომ ახალი დროების გარიჟრაზზე ბუდა დედამიწიდან სწორედ მარსზე გარდავლინდა. მანამდე კი 500 წლით ადრე, გოლგოთას მისტერიამდე, იგი მოვიდა იქ, სადაც მარსის სიბრძნე უძველესი დროიდან ჟღერდა. გოლგოთას მისტერიის შემდეგ ბუდა ქრისტიან როზენკროიცის მითითებით მუშაობას განაგრძობს მარსზე. ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ ბრაჰმანიზმი, რომელმაც უშორეს წარსულში მარსის სფეროში ჰპოვა ერთგვარი დასაყუდარი, მე-17 საუკუნის დასაწყისში ბუდას იმპულსში გადაიზარდა. და ეს გახლდათ ის კოსმიური მოვლენა, რომელიც დედამიწაზე ინდურ კულტურაში აისახა, როგორც ბრაჰმანიზმის ბუდიზმში გადასვლა. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაც დედამიწაზე ხდება, მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია იმისა, მთელი გრანდიოზულობით რომ ხორციელდება ზეციურ სფეროებში. როდესაც თეოსოფიაში პირველად იქნა აღწერილი სულთა სამეუფო და კონტინენტური სფერო, როდესაც ითქვა თუ რას წარმოადგენს შინაგანი მშვენიერი ცხოვრების თვალსაზრისით სულთა სამეუფოს დაბალი სფერო, უკვე მაშინ სრულიად ბუნებრივად უნდა მიგვეჩნია ისიც, რომ ბუდას იმპულსი სწორედ ამ სფეროს, სულთა სამეუფოს დაბალ სფეროს შეენიჭა, როგორც ეს წინა ლექციებში იქნა აღწერილი. აი ამგვარად კავშირდება და ერთიანდება სულიერი კვლევის ცალკეული ობიექტები. ამის შემდეგ, თუ კი შევეცდებით წარმოვსახოთ სულთა სამეუფოს მეორე კოსმიური სფერო, ოკეანური სფერო, რომელიც ჩემს თეოსოფიაში შინაგან მშვენიერ ცხოვრებასთან მიმართებაშია განხილული, ის იუპიტერის სფეროს ემთხვევა. ხოლო რაც შეეხება დევაჰანის მესამე სფეროს, ჰაერის სფეროს, ეს სფერო სატურნის მოღვაწეობას, სატურნის სფეროს უკავშირდება. თეოსოფიაში ასევე მოხსენიებულია სულთა სამეუფოს მეოთხე სფერო. ეს ის სფეროა, რომელიც ჩვენი პლანეტარული სისტემის ფარგლებს მიღმა არსებობს. ამ სფეროში ცხოვრების დროს სამშვენველი კვლავ განივრცობა და უშორეს სივრცეებს, უშორეს ვარსკვლავებს ეფინება. შინაგანი მშვენიერი ცხოვრების თვალსაზრისით მეოთხე სფეროს მშვენიერ განცდათა თავისებურება ის გახლავთ, რომ ეს განცდები შეუძლებელია მანამ, სანამ მთლიანად არ დაიძლება ის კოსმიურ-სივრცობრივი პირობები, რომლებიც დედამიწის და მთელი პლანეტარული სისტემის ურთიერთმიმართებაში აღინიშნება. რასაც სამშვენველი სულთა სამეუფოს მეოთხე სფეროში განიცდის, იმდენად უცხოა და არსობრივად განსხვავებული, რომ ყოვლად შეუძლებელია გავუტოლოთ ის სხვა რომელიმე თუნდაც ბოლო პლანეტარულ სფეროში, სატურნის სფეროში განცდილს. ეს გახლავთ სულთა სამეუფოს ის უმაღლესი ფენები, რომლებიც სამშვენველმა უნდა განვლოს, ვიდრე იგი შეუდგებოდეს უკუსლას, პირვანდელ მდგომარეობამდე თანდათანობით შეკუმშვას. მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იგი ახალი მიწიერი ცხოვრებისთვის საჭირო ძალებს იხოჭს. საერთოდ კი შეიძლება ითქვას, რომ გაივლის რა მზის სფეროს, სამშვენველი სრულიად წყვეტს კავშირს იმასთან, რაც ადამიანის პიროვნების ცნებაში იგულისხმება. განცდები, რომლებიც მზის სფეროს მიღმიერ აღინიშნება, საკუთრივ სულიერ განცდებს ეკუთვნის. და ამდენად ყოველივე პირადულის ფარგლებს ცდება.
სწორედ ამის შემდეგ ეუფლება სამშვიდობოს ეს შენ ხარ განცდა და ეს განცდა განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც ადამიანი მარსზე აღიქვამს ბუდას იმპულსს, გამოხატულ სიტყვაში ნირვანა. ეს იგი მიწისგან გამოთავისუფლება, კოსმიური სივრცეების უდიდეს არსთან მიახლება. ეს განცდა პიროვნულობის გრძნობისაგან და ასევე ყოველგვარი ბუნებრივ მიწიერი კავშირებისგან ათავისუფლებს მას. ქრისტეს იმპულსის შემწეობით ადამიანი ჯერ მშვენიერად თავისუფლდება, შემდეგ კი შეიმეცნებს რა სისხლისმიერი კავშირის და მიწიერ ურთიერთმიმართებათა არსს, იგი სულიერადაც თავისუფლდება და ახალ პირობებში გადადის. ვენერას სფეროში სამშვენველი თავისუფლდება იმ კავშირებისგან, რომლებიც მას ერთი განსაზღვრული რელიგიური აღმსარებლობის ჩარჩოებში ამწყვდებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რელიგიური აღმსარებლობის გარეშე იგი ვენერაზე სრულ მარტოობაში იქნებოდა. მზის სფეროს ადამიანის სამშვენველი მართებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გაივლის, თუ კი დედამიწაზე არსებული ყველა აღმსარებლობის გაგების უნარს ფლობს. ხოლო იუპიტერის სფეროში სამშვენველი თავისუფლდება იმ რელიგიიდან, რომელსაც იგი თავისი ბოლო ინკარნაციის დროს აღიარებდა. აღმსარებლობა არ გახლავთ რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი პიროვნულად ეკუთვნის. ადამიანი იბადება ამა თუ იმ აღმსარებლობის გარემოში და სხვათა სამშვენველებთან ერთად ეზიარება მას. და თუ კი სამშვენველი ვენერას სფეროს სათანადოდ გაივლის მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი დედამიწაზე რომელიმე აღმსარებლობას ითვისებს, იუპიტერზე მან მთლიანად უნდა დათმოს, უნდა გათავისუფლდეს იმ რელიგიიდან, რომელსაც დედამიწაზე აღიარებდა. მომავალი რელიგიური ორიენტაციის საკითხით სწორედ იუპიტერის სფეროში წყდება. აქ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ამოწურა ადამიანმა თავისი მშვენიერი შესაძლებლობები გარკვეული სარწმუნოების ფარგლებში. მაშასადამე სამშვენველი რელიგიური აღმსარებლობის შედეგს ვენერაზე ისისხორცებს. მზის სფეროში მან უნდა გაიგოს და გაითავისოს დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიური აღმსარებლობა, ხოლო იუპიტერზე თავისუფლდება რა წინა ცხოვრების აღმსარებლობისგან საფუძველს უყრის მომავალი ცხოვრების რელიგიურ ორიენტაციას. ასეთი გახლავთ ის სამი სტადია, რომელსაც ადამიანი გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე გაივლის. როდესაც სამშვენველი უკუსვლით კვლავ უბრუნდება პლანეტარულ სფეროებს, იუპიტერზე იგი ამზადებს იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რათა მან ახალ მიწიერ ცხოვრებაში ესათვის რელიგიური აღმსარებლობა მიიღოს. თეოსოფიაში აღწერილი სულთა სამეუფეოს მესამე სფერო, ჰაერის სფერო, ფაქტიურად სატურნის ყოფიერების აღწერილობაა. ამ სფეროში გარე ურთიერთობის უნარი მხოლოდ იმ სამშვენველებს გააჩნიათ, რომლებმაც უკვე მიაღწიეს მიუკერძოებელი თვითშემეცნების გარკვეულ საფეხურს. ისინი არ იტანჯებიან გაუსაძლისი მარტოობით. დიახ, მხოლოდ თვითშემეცნების წყალობით შემოდის სამშვენველი აღნიშნულ სფეროში. შემდეგ კი მის ფარგლებსაც და ამდენად მთელ ჩვენ მზის სისტემასაც ცდება და კოსმიურ ცხოვრებაში გადადის. საიდანაც მოაქვს ის ძალები, რომლებიც ჭეშმარიტად იმპულსირებენ მიწიერ განვითარებას. გარე ურთიერთობის უნარი რომ არა, სამშვენველი ვერასდროს ვერ გასცდებოდა სატურნის ფარგლებს. ამის გარეშე კი დედამიწა ვერავითარ პროგრესს ვერ მიაღწევდა. კაცობრიობის გარე პროგრესი, ცალკეული კულტურული ეპოქების თანმიმდევრული მონაცვლეობა, კულტურული იმპულსების აღმოცენება, ეს ყოველივე განაპირობა იმან, რომ დედამიწაზე სატურნის მიღმიერი სფეროებიდან იქნა მოტანილი. პარალელურად ვითარდება შინაგანი ცხოვრებაც, რომელიც არ უნდა აღვვრიოთ გარე კულტურულ განვითარებასთან. და ბოლოს, ადამიანის შინაგანი ცხოვრების უმაღლესი მიწიერი პუნქტი არის გოლგოთას მისტერია. მაშასადამე ერთი მხრივ სახეზია ფაქტი, რომ ქრისტე არის მზის სული, რომელიც გოლგოთას მისტერიის მეშვეობით დედამიწის ცხოვრებას დაუკავშირდა. მეორეს მხრივ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დედამიწის მთელი ევოლუცია, ცალკეული კულტურული ეპოქების განვითარების პირობა სატურნის მიღმიერ სფეროებში უნდა ვეძიოთ. საკითხავია, თუ კი ის, რაც დედამიწის პროგრესს განაპირობებს, სულ სხვა სატურნის მიღმიერი სფეროებიდან მომდინარეობს,
ანუ განსხვავდება იმისგან, რაც სულიერ მშვენიერი დინების სახით, კაცობრიობის განვითარების გამჭოლ, უძველესი დროიდან გვიახლოვდება, გაივლის ცენტრალურ პუნქტს გოლგოთას მისტერიას და კვლავ აგრძელებს მოქმედებას. როგორ უნდა დავაკავშიროთ ეს ორი უდიდესი ფაქტი? საქმე ის გახლავთ, რომ ორივე ფაქტი ერთმანეთს ემთხვევა. მთელ ჩვენს მიწიერ ევოლუციას წინ უძღოდა დედამიწის წინა ინკარნაცია, ძველი მთვარის პერიოდი. ამ ორ პლანეტარულ ინკარნაციებს შორის აღინიშნა სამყაროსეული ძილის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი ერთგვარ ჩანასახის მდგომარეობაში გადავიდა. შემდეგში ამ ჩანასახიდან შეიქმნა დედამიწა. სამყაროსეული ძილის მდგომარეობიდან აღმოცენდა ასევე პლანეტარული სფეროებიც. ძველი მთვარის პერიოდის პლანეტარული სფეროები განსხვავდებიან დღევანდლისგან. ამიტომ სამშვინველს ძალუძს ამაღლდეს სატურნის სფერომდე, რამე თუ ეს ის სფეროა, რომელიც კოსმოსში ძველი მთვარის და ამჟამინდელ დედამიწას შორის პერიოდში წარმოიშვა. რაც შეეხება ქრისტეს იმპულსს, იგი არ განეკუთვნება იმას, რაც კოსმოსში ზემო აღნიშნული სამყაროსეული ძილის პერიოდში გამომუშავდა. იგი ძველი მზის კუთვნილებაა. ეს გახლავთ ის, რაც მზეზე წარმოიშვა. მზეში არსებობდა ვიდრე ძველი მთვარე, მზეს არ გამოეყო. და თუმცა იგი დედამიწის განვითარებაში შემოვიდა, იმავდროულად კვლავ მზესთანაა დაკავშირებული. მაშინ, როდესაც დანარჩენი პლანეტები, სატურნი, იუპიტერი და ასე შემდეგ, თავისი განვითარებით დაცილდნენ მზეს. აი სწორედ ამიტომ ის, რაც სამშვინველმა გოლგოთას მისტერიის შემდეგ შეიმატა, აღემატება იმას, რასაც პლანეტარული სფეროები მოიცავს, რაც სამყაროს საფუძველთა საფუძველშია განბეჭდილი და რაც მართალია დედამიწაზე მზის მეშვეობით შემოდის, მაგრამ თავისი არსით პლანეტარულ სფეროებზე გაცილებით უფრო მაღალ შორეულ სფეროებს განეკუთვნება, რამე თუ პლანეტარული სფეროები თავისი დღევანდელი სახით ძველი მთვარის დედამიწად გარდასახვის შედეგია. ქრისტეს იმპულსი კი უფრო ადრინდელ ძველ მთვარემდელ მზიდან მოედინება. ამრიგად ჩვენ ხედავთ, რომ პროგრესი, დედამიწის გარე კულტურული განვითარება ჭეშმარიტად კოსმოსთანაა დაკავშირებული, მაგრამ შინაგანი ცხოვრება თავისი ბუნებით გაცილებით უფრო ღრმად და არსობრივად მზის სფეროს ცხოვრებას უკავშირდება.